თავი მესამე. დასაბუთება, რომ არის ღმერთი. ამრიგად ის, რომ არის ღმერთი, საეჭვო არაა მათთვის, რომლებიც იღებენ წმიდა წერილს, ვამბობ ძველსა და ახალ აღთქმას. არც თუ ელინთა შორის უმრავლესთათვის, რადგან, როგორც თქვით, ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ ბუნებით არის შთათესილი ჩვენში. მაგრამ რადგან უკეთურის ბოროტებამ იმდენად იმძლავრა ადამიანთა ბუნების წინააღმდეგ, რომ ზოგიერთები წარწმედის უუგუნურეს და ყველა ბოროტებაზე უბოროტეს უბსკრულამდეც კი მიიყვანა, იმის თქმამდე, რომ არ არის ღმერთი, რომელთა უგუნურებას გვიცხადებს სიწმიდეთ მჩენი დავითი, ამბობს რა თქვა უგუნურმა თავის გულში, არ არის ღმერთი. ფსალმუნი 13 პირველი მუხლი. ამიტომ უფლის მოწაფეებმა და მოციქულებმა, ყოვლადწმინდა სულით გაბრძნობილებმა და მისი ძალითა და მადლით ღვთივსასწაულთა აღმსრულებლებმა საკვირველებათა ბადით მოისათხევლეს ამგვარნი და უცოდნელობის სიღრმიდან ღვთისმცოდნეობის სინათლისკენ ამოიყვანეს ისინი. მსგავსადვე მოციქულთა მადლისა და ღირსების მონაცვლეებმა, წყემსებმა და მოძღვრებმა მიიღეს რა მათაც სულიწმინდის გამანათლებელი მადლი, საკვირველებათა ძალით და მადლის სიტყვით გაანათლეს დაბნელებულნი და შეცდომილნი მოაქციეს. ხოლო ჩვენ, რომლებსაც არც საკვირველებათა, არც მოძღვრების ნიჭი არ მიგვიღია, რადგან სიამოვნებათა მიმართ ვნებიანობით უღირს ვყავით თავი, იმისგან, რაც გადმოგვეცა მადლის მესიტყვეთა მიერ, აწმცირეც განვიხილავთ ზემოთქმულის შესახებ, მოუხმობთ რა მამას, ძეს და სულიწმინდას. ყოველი არსი ან ქმნილია, ან უქმნელი. თუ ქმნილია იგი, უეჭველად ცვლადიცაა, რადგან რისი არსებობაც ცვალებადობით დაიწყო, ის უთუოდ ცვალებადობას უნდა დაექვემდებაროს. ან როგორც ხრწნადი, ან როგორც არჩევანისებრ გარდაქმნადი, თუ უქმნელია არსი, კანონზომიერების წესის თანახმად, უეჭველად უცვლელიცაა, რადგან რომელთა არსებობაც წინააღმდეგობრივია, მათი რაგვარმყოფობის წესიც, ანუ თვისებების წინააღმდეგობრივია. ამიტომ ვინ არა დაგვეთანხმება, რომ ყოველი არსი, არა მხოლოდ ისინი, რომლებსაც ჩვენ შევიგრძნობთ, არამედ ანგელოზებიც კი იცვლება, გარდაიქმნება და მრავალგვარად მოძრაობს. კერძოდ, გონისმიერნი ვამბობ ანგელოზებს, სულებს და ეშმაკებს, ნებაყოფლობითი არჩევანის კვალობაზე სიკეთეში წარმატებით და სიკეთისკენ განშორებით, გაძლიერებითად და შესუსტებითად, სხვა დანარჩენი კი წარმოქმნისა და ხრწნის, ზრდისა და დამცრობის, თვისობრივი ცვლილებების, აგრეთვე ადგილ-ადგილ მოძრაობის მიხედვით. ამრიგად ცვალებადი უეჭველად ქმნილიცაა, ხოლო ქმნილი არსი უთუოდ ვინმესგან არის გაჩენილი. თვით გამჩენი შეუქმნელი უნდა იყოს, რადგან თუ კი ისიც ქმნილია, უთუოდ ვინმესგან არის შექმნილი და ასე შემდეგ, ვიდრე არ მივალთ რამ შეუქმნელამდე. ამრიგად, რადგან შემოქმედი შეუქმნელია, უთუოდ უცვლელიცაა, ამიტომ სხვა რა უნდა იყოს იგი, თუ არა ღმერთი. თვით ეს შესაქმის თანაშემტკიცება, შენარჩუნება და წარმართველობა გვასწავლის ჩვენ, რომ არის ღმერთი ყოველივე ამის შემამყარებელი, შემამტკიცებელი, შემნარჩუნებელი, მარადჟამს წინაგამგებელი, მართლაც როგორ მოხდებოდა, რომ საწინააღმდეგო ბუნებანი, ვამბობ ცეცხლისას და წყლისას, ჰაერისას და მიწისას, ერთი ქვეყნიერების შესავსებად, ურთიერთ შეუერთებოდნენ და თან დაუშლელნით დარჩებოდნენ. ყოვლა ძლიერ რამ ძალას რომ არ შემოეკრიბა ისინი და არ დაეცვა მარადჟამს დაუშლელად. რა არის ის, რამაც განაწესად სიურნი და მიწიერნი, რაც კი რამ არის ჰაერში და წყალში, უფრო კი ამათზე უწინარესნი, ცა, მიწა, ჰაერი და ბუნება ცეცხლისა და წყლისა. რამ შეაზავა და დაჰყო ესენი, რა არის ის, რამაც ესენი ამოძრავა და რაც წარმართავს დაუცხრომელ და დაუბრკოლებელ სვლას. განა არა ის, ვინც არის მათი მეხელოვნე, ვინც თან ერგა მათში ნიშადი, რითაც ყოველივე მიემართება და განიგება, მაგრამ ვინ არის მათი მეხელოვნე, განა არა ის, ვინც შექმნა და არსებობაში შემოიყვანა ისინი, შემთხვევითობას როდი განუკუთვნებთ ამგვარ შემძლეობას. ვთქვათ შემთხვევითია შექმნა, ვინღა არის განმწესებელი, თუ გნებავს ესეც დაუშვათ,
მაშინ ვის მიერია ის ნიშატთა შემნარჩუნებლობა და დამცველობა, რომელთა მიხედვითაც და თავდაპირველად მოხდა დაარსება? ცხადია იმის მიერი, ვინც სხვა არის და არაა შემთხვევითი, ხოლო ეს კი ვინღა იქნება თუ არა ღმერთი.